მამისათა, დედისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელ სახარებაში თქვენ მოისმინეთ, რომ ეწერა მაცხოვარი, ესე იგი მოგვითხრობს ერთ-ერთი უსამართლო მსაჯულის შესახებ. ერთ-ერთ ქალაქშიო იყო უსამართლო მსაჯულიო და ამ ყველაფერს ყვება იმის გამო, რომ ადამიანი გულმოდგინე იყოს ლოცვაში. და ესეთი ამბავია, რომ ერთ-ერთ ქალაქში იყო უსამართლო მსაჯული, მოსამართლე, რომელსაც ღვთის არ ეშინოდაო და ადამიანების არ არცხვენოდაო. ამ მოსამართლესთან მოდიოდა ქვრივი დედაკაცი, რომელიც ითხოვდა სამართალს და ძალიან დიდხანს მოდიოდა, როგორც ჩანს, როგორც სახარებიდან ჩანს და ყურს არ უგდებდა ეს მოსამართლე. და ცოტა ხანში თქვა, რომ მართალიაო, ამ მოსამართლემ თქვა, მართალიაო, მე ღვთისა არ მეშინიაო და არც ადამიანების არ ამცხვენიაო, მაგრამ მოდიო, რომ აღარ მოდიოდეს და არ მაწუხებდესო ეს დედაკაციო, ამის გამო მაინც დავეხმარებიო. და უფალი ამბობს, ნახეთო, რას ამბობსო უსამართლო მსაჯულიო და განაო ღმერთი არ დაეხმარებაო ადამიანებს, რომელიც დღე-დაღამე შეღაღადებენო. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი, ნახეთ, როგორ არის ეს კაცი დახასიათებული, არც ღვთისა არ ეშინოდა და არც ადამიანების არ ცხვენოდა. ესე იგი, აქ კაც შეიძლება დაუშვათ ერთი მაინც ქონდეს, აი ადამიანებისა მაინც ცხვენოდეს და ამის გამო უზნეოდ არ აკეთებდეს და თუ ესეც არა აქვს, მაშინ რაღა დაიჭერს მას ზნეობრივი დაცემის გზაზე, აღარაფერი აღარ შეაკავებს. და ესეთი კაციც კიო, რომელიც ესე იყო, რომ წარმოიდგინეთ, აი თვითონვე ამბობს, რომ მე მართალი არ ამცხვენია ადამიანების. აი ხო არის, რომ დაუშვათ ვიღაცა იტყო და 100 ჯერ მივიდა და დაეხმაროს, იქნება რა უჩინს, როგორც ჩანს თან ეს ქვრივი ქალბატონი მართალი იყო, თორე ამდენჯერ ხო არ მივიდოდა. მაგრამ ეს ქვრივია, როგორც იტყვიან, ამას პატრონი არ აყავს და ყურსაც არ ათხოვებდა. თორე ეს რო ყოფილიყო ისეთი პირველივე რომ შეძლებოდა, რომ ვიღაცის სახელით მისულიყო სიტყვა, როგორც ხდება ხოლმე. შეიძლება პირველივე მისვლაზე დახმარებოდა, ან მისვლაც არ დაჭირებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, ამ კაცმა დაბალი ღობე იპოვა და არ ეხმარებოდა. მაგრამ აი ამ ქალის გულმოდგინებამ აიძულა, სწორედ რომ აიძულა დახმარებოდა. და უფალს სწორედ ეს მოყავს მაგალითად. კაცი, რომელსაც არც უყვარდა, არც სამართლიანი არ იყო, არც ღვთის არ ეშინოდა და არც ადამიანების არ ცხვენოდა, ესეთი კაცი დაეხმარა, იმიტომ რომ გულმოდგინე იყო ეს ქალი. და ღმერთი, რომელსაც ჩვენ ესე უყვარვართ და ესეთი სამართლიანია, ანუ ღმერთი არ დაეხმარებაო. ამიტომ გულმოდგინე უნდა იყოს ადამიანი ლოცვაშიო და პირველ რიგში, როგორც უფალი ამბობს, რა უნდა ითხოვოს ადამიანმა, რა უნდა ეძებოს. ეს არის სასუფეველი ღვთისა და მისი სიმართლე და დანარჩენი ყველაფერი მოგეცემათ. ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, მიეცემა. ის ხორციელი მიეცემა, სულიერიც მიეცემა. თუ ამას ითხოვს ადამიანი. იმიტომ რომ თავადვე ამბობს, ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიებდით და იპოვითო. აკაკუნეთ და გაგეღებათ. და სხვაგან არის კიდე გახსოვთ ერთ-ერთ ადამიანს მეგობარი რომ მოვიდა და არაფერი არ ქონდა, რითიც გაუმასპინძლებოდა და წავიდა თავის მეგობართან და უკაკუნებს. ჩემი მეგობარი მოვიდა გზათო, არაფერი არ მაქვს რომ აჭამაო და იქნება პური მომცეო რომ გაუმასპინძლებოდა. მან შიგნიდან გამოძახა რომ მე უკვე საწოლში წევა რომ ჩემი შვილები ჩემთან ერთად წვანან საწოლშიო და ვერ ავდგებიო და ვერ მოგცემ პურს. და უფალი ამბობს, იქ აღარ ჩანს როგორ გაგრძელდა, მაგრამ უფალი ამბობს, ნახეთ, თუ არ ადგება და მეგობრობის გამო არ გააცდის პურსო,
რომ შეაწუხებს იმის გამო მაინც გააცდის. ეხლა წარმოიდგინეთ ასე რომ გაგრძელებულიყო და ამას ამბობს უფალი. ეს არ ცხრება, აკაკუნებს და აკაკუნებს. ის კიდე კარგად არის ჩამთვარი და ადგომა ეძნელება. მეგობრობის სიყვარულის გამო თუ არ ადგება, აი ეს კაკუნი რო შეწყდეს, იმის გამო მაინც ადგება. და ესეც ლოცვის მაგალითად მოყავს უფალს, რომ ნახეთო, კაცი რომელმაც მეგობრობის არაფერი არ იცის, არც სიყვარულის არაფერი არ იცის, ესეთი კაციც კი უკეთებს იმას სათხოვარს, მაინც უსრულებს. და როგორ უფალი არ შეუსრულებს თავის შვილებს, რომელიც დღე და ღამე შეღაღადებენო. შეუსრულებს უფალი ამბობს. მაგრამ როდესაც მოვაო მიწაზე კვლავ უფალი, ნუ თუ იპოვისო ასეთ რწმენასო, ან ესეთ გულმოდგინებას, ესეთ რწმენას უფლისადმი, ასეთ დამოკიდებულებას იპოვის, რომ აი რა რწმენაზე და დამოკიდებულებაზე ელაპარაკ. ერთი ის, რომ გულმოდგინედ ითხოვ და მეორე ის, რომ გწამდეს, რომ თუ ეს შენთვის სასიკეთოა, უფალი აუცილებლად მოგანიჭებს. და თუ არის ისეთი რამე, რასაც უფალი ან აყოვნებს და ჯერ არ გვისრულებს სათხოვარს, ან საერთოდ არ გვისრულებს, იქაც ადამიანი უნდა ფიქრობდეს, რომ ესე ჩვენი სულისთვის სასარგებლოა. თუ საერთოდ არ გვისრულებს, ესე იგი რაღაცა ისეთ ვითხოვთ, რაც ჩვენ ეს დაგვაზიანებთ. ჩვენ შეიძლება ჩვენი წარმოდგენებით ვფიქრობთ, რომ ეს უკეთესია ჩვენთვის. მაგრამ აი რამდენჯერ ყოფილა, რომ რაღაცა სითხოვს ადამიანი, მერე წლები გასულა და თავადვე ამბობს, რომ კიდევ კარგი არ მოხდა ის, რასაც ვითხოვდი. აღმოაჩენს, რომ თურმე ის სულ სხვაგვარი რაღაც ყოფილა და კიდევ მე პირადად აღმომიჩენე. რაღაცას მინდოდა, რაღაცას ვითხოვდი და აღმომიჩენია, რომ კიდევ კარგი არ შესრულდა ის, რასაც ვითხოვდი. ან მეორე რაღაცის გამო აყოვნებს უფალი. ესეც თვითონ იცის, როდის მიაგებს, როდის მიანიჭებს, მაგრამ წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, თვითონ ის ფაქტი, რომ ადამიანი ლოცულობს ღვთის წინაშე და ითხოვს, ეს უკვე სიკეთეა. იმიტომ რომ ეს უკვე ნიშნავს, რომ მას ურთიერთობა აქვს მამასთან, ურთიერთობა აქვს ღმერთთან და ღმერთი არის ხელჩაკიდული. და მოდი დაუბრუნდეთ აი ამ კაცის დახასიათებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი ადამიანი რომ ზნეობრივად არ დაეცეს, არ წახდეს და არ წარწმდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი რამე. ერთი ის, რომ ადამიანების რიდი გქონდეს და მეორე ის, რომ ღვთის შიში გქონდეს. ახლა ადამიანების რიდი რა შემთხვევაში შეიძლება გქონდეს? დაუშვათ საზოგადოებაში არის რაღაცა ნორმა, რაღაცა საქციელია ნორმად მიჩნეული. და თუ ჩვენ ამ ნორმას გადავალთ, მაშინ გწვენია ხო მართალია, თორემ თუ ამბობთ, რომ ყველა ასე აკეთებს, იქ შეიძლება სიცხილი არ იყოს. აი მაგალითისთვის ვიტყვი, შეიძლება ეს თუ რაღაც 30-40 წლის წინ საამაყოთაც კი ითვლებოდა, რომ ადამიანი რაღაც უზნეოდ ცხოვრობდა. იყო ეს აი რაღაცა შემთხვევაში შეიძლება იყო დრო, როდესაც ცოდვა ერქვა და ყველასთვის სამარცხვინო იყო. დღესაც არის რაღაცა, რაც ესე იგი ადამიანს არ ცხვენია, იმიტომ რომ საზოგადოებაში ეს ნორმად არის მიჩნეული. მაგრამ ის, რაც საზოგადოებაში ნორმად შეიძლება იყოს მიჩნეული, არ ნიშნავს, რომ ღვთის წინაშეც სწორია. და თუ ადამიანს ესე იგი აღარც ადამიანების რიდი არ აქვს და აღარც ღვთის შიში არ აქვს, ღვთის შიში უფრო ფაქიზია და უფრო ყველგან აღწევს, ესე იგი. ადამიანების რიდი იქ ჩერდება, სადაც ადამიანების თვალი აღარ გხედავს. ახლა აი მაგალითად რამდენჯერ ყოფილა, რომ დაუშვათ აი ნებისმიერი ის ავიღოთ, სამსახური ავიღოთ. განა ყველა პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას. თუ უფროსი უყურებს და თავზე ვიღაცა ადგია, კი ბატონო. მაგრამ თუ უფროსი აღარ უყურებს,
მაშინ უკვე მიაფუჭეჭებს ადამიანს. მაგრამ თუ ადამიანს აქვს შიში ღვთისა, მას თავზე დგომა არ ჭირდება. იმიტომ რომ მან იცის, რომ მაინც ყოველთვის ვიღაც უყურებს. და ახლა თუ ადამიანს აქვს სიყვარული იმ ადამიანისა, ვისთვისაც აკეთებს, მას ღვთის შიში აღარ ჭირდება უკვე. რომელიღაც ნაწარმოებშია, რომ შენს მეუღლესო ღალატობდიო და არასოდეს არ მიღალატიაო და რატოო და ღვთისა მეშინოდაო და მეორეს ეკითხებიან და შენო და მეც არ ვღალატობდიო და რატო შენს ღვთისა გეშინოდაო და არაო მე მიყვარდაო. აი ეგ არის, რომ გიყვარს დავუშვათ სადღაც სიტყვაზე ვამბობ, აი ხელოსანი ხარ, სადღაც დაგასაქმეს. თუ არც ღვთის შიში არა გაქვს, არც სიყვარული იმ ადამიანისა, სადაც შრომობ, მაშინ მიაფუჭეჭებ და როცა ის თავზე გადგია, მაშინ რაღაცას გააკეთებ, ამოძრავდებ. თუ ღვთის შიში გაქვს, არ გინდა თავზე დგომა და აკეთებ ამ ღვთის შიშის გამო, რომ სინდისმა არ შეგაწუხოს. მაგრამ თუ ის ადამიანი გიყვარს, ვისაც უკეთებ და უკეთებ ისე, როგორც შენსაც გააკეთებდი, მაშინ ეს ღვთის შიშიც აღარ არის შენთვის საჭირო. იმიტომაც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, რომ შიში არა არის სიყვარულსა თანა, არამედ სრულმა სიყვარულმა გარე განდევნის შიში. რამე თუ შიშსა ტანჯვა იაქუს, ხოლო მოშიში იგი არასრულად სიყვარულსა ზედა. სადაც სიყვარული, იქ შიშის ადგილი აღარ არჩება, იმიტომ რომ შიში მაინც ტანჯვას უკავშირდება. მაგრამ სადაც სიყვარულია, იქ აკეთებ ისე, როგორც შენსაც გააკეთებდი და უფრო უკეთაც გააკეთებ. იმიტომ რომ შენ შეიძლება თქვა, რომ ეს ჩემია და არაუშავ. შენ ასეთია თუ ისეთია, მაინც მოიწონებ, შენია და როგორც, მაგრამ სხვისაზე ვერ იყო, თუ გიყვარს. მაგრამ ეს არის საფეხურები, ესე იგი. ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ შიში ღვთისა, რომელზეც წმინდა წერილი ამბობს, რომ შიში ღვთისა არის დასაბამი სიბრძნისაო. სიბრძნის დასაბამია, საფუძველი, იქიდან იწყება სიბრძნე. ღმერთმა მოგვანიჭოს შიში ღვთისა და მოგვანიჭოს ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობითი დამოკიდებულება. და როგორც ეს უსამართლო საჯული იქცეოდა, ესე არ მოგცეოდით არავის, ესე იგი. მოციქული იაკობი ამბობს, კათოლიკე ეპისტოლეები რომ არის, იაკობის ეპისტოლეც არის და თუო დაუშვათო შემოვა მდიდარი ადამიანიო და იმას ეტყვითო, რომ აიო თქვენო მოვძანდით აქ საუკეთესო ადგილზე დავძანდითო, თუ შემოვა გლახაკიო და იმას ეტყვითო, რომ თქვენო შენო აი აქ ფეხებთან დაჯექიო, ესე იგი შენ უკვე შეურაცხავი ისე. თუ იმ მდიდარს იმიტომ ეუბნევიო, რომ ღვთისმცნება აღასრულო და როგორც ადამიანს პატივისცემით ეპყრობი, ეს კარგია, მაგრამ თუ იქ შენ ზღვარს აკეთებ და ყოფ ამას და იმას ერთმანეთისგან, ეგ უკვე არ ვარგავ. აი ამ უსამართლომ საჯულმაც ეგ გააკეთა. მასთან რომ ისულიყო ვიღაც შეძლებული თუ გავლენიანი, ის ეგრეთ დიდხანს არ აწვალებდა. იმიტომაც ნახეთ, სასამართლოს შემთხვევით კი არ არის ქანდაკება რო დგას თვალებზე რო აკრული აქვს. შეგიმჩნევიათ ალბათ თუ ყოფილხართ თუ ან ტელევიზორში. დგას ქანდაკება, რომელსაც თვალებზე აქვს რაღაცა აკრული. ეს სიმბოლურია, შემთხვევით კი არ არის. რატო? იმიტომ რომ მოსამართლეც ეგრე უნდა იყოს. ეს მივა თუ ის მივა, ყველას მიმართ ერთნაირი პატიოსნებით და სამართლიანობით უნდა განსაჯოს. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. მე ერთი საკითხი მინდა